მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლა იქნება ცოტა უფრო მეტად განსხვავებული, არა ყოფითი და ყოველდღიური კითხვებით დატვირთული, უფრო გლობალური იმისათვის, რომ შევძლოთ და გავაფართოვოთ არა მხოლოდ ჩვენი თვალსაჩინო, არამედ ჩვენი მნიშვნელობა ზოგადად სამყაროს დონეზე. და თემა, რომელსაც დღეს განვიხილავთ, იქნება თქვენი ადგილი სამყაროს ეკოსისტემაში. ეკოსისტემები არსებობს ყველგან, ყველაფერში, ნებისმიერ გამოვლინებას აქვს თავისი ეკოსისტემა, ოჯახი ეკოსისტემა, სამსახური ეკოსისტემა, ნიადაგი, რომელზეც რაღაცა ამოდის ეკოსისტემა, ცხოველები, მცენარეები, ანუ ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემოა, არის ეკოსისტემა. და ანალოგიური ტიპის ეკოსისტემები არის ჩვენს შიგნით და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი აცნობიერებს საკუთარი მნიშვნელობის და მდგომარეობის როლს ამ ეკოსისტემაში, როგორც მის შიგნით, ისე მის გარეთ. ამიტომ დღეს ვიმსჯელებთ ასეთ თემაზე, თქვენი როლი სამყაროს ეკოსისტემაში. მოდუნდით ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ. დახუჭეთ თვალები და იფიქრეთ კითხვაზე. ამოვარდა ერთი არკანი. ვარიანტების რაოდენობა დღეს იქნება 2. ნახოთ. პირველი ვარიანტი, თქვენი როლი სამყაროს ეკოსისტემაში და მეორე ვარიანტი, თქვენი როლი სამყაროს ეკოსისტემაში. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. დახუჭეთ თვალები, გნებავთ აირჩიეთ გონების თვალით, გნებავთ გამოიყენეთ გარკვეული ტიპის ვიზუალიზაცია. და როდესაც აირჩევთ, რა თქმა უნდა, მოусმინეთ შესაბამის ვარიანტს. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, გაზიარება და კომენტარება. ასევე შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს 2025 წლის სრული ტაროლოგიური პროგნოზის ჩაწერები, რაც გულისხმობს კარიერულ თვალსაზრისს, ფინანსებს და პირად ურთიერთობებს, განხილვას 12 თვის განმავლობაში და უახლოეს მომავალში ასევე გთავაზობთ TikTok-ზე live-ს, სადაც შეგეძლებათ, რომ live რეჟიმში დასვათ შეკითხვები. მოვიფიქრებ ზუსტად ფორმატს, რა ფორმატით უნდა ჩავატაროთ ეს live-ი და ასევე შევარჩევ დიდი ალბათობით 3 მიმართულებას, რადგან უკვე გესაუბრეთ და პირდაპირ ეთერში შეგეძლებათ, რომ დასვათ შეკითხვა ფინანსებთან დაკავშირებით, კარიერაზე და პირად ურთიერთობებზე. მანამდე ძალიან გამიხარდება, თუ ამ ვიდეოს ქვეშ კომენტარების სახით მომაწოდებთ თქვენთვის უფრო მეტად აქტუალურ თემებს და რა თქმა უნდა, ყოველთვის ორიენტირებული ვარ ჩემი მსმენელების ინტერესებზე და შესაბამისად აუცილებლად გავითვალისწინებ და აუცილებლად ვნახავ თქვენთვის საინტერესო თემატიკა რა არის. ახლა კი ვნახოთ, დავუბრუნდეთ გაშლას და გადავიდეთ პირველ ვარიანტზე და ვნახოთ, რა არის პირველი ვარიანტი, თქვენი ადგილი სამყაროს ეკოსისტემაში. ცხრიანების პენტაკლები. ცხრიანების პენტაკლები. ჩემო ძვირფასებო, აქ შემიძლია გითხრათ ის, რომ თქვენ ხართ პიროვნება,
რომელიც გარკვეული ტიპით თითქოს ამცნობთ ადამიანებს სიახლის შესახებ. თითქოს აფრთხილებთ ადამიანებს და ეს გაფრთხილება უფრო მეტად არის იმედიანი, ვიდრე უფრო რაღაც ნეგატიური მხარე. ანუ როგორ მდგომარეობას გრძნობ იცით აქ? გამთენიისას მამალი რომ იყივლებს და მამლის ყივილს რომ ადამიანი ისმენს, იმ ადამიანმა იცის, რომ განთიადი უკვე ახლოს არის. თქვენ გაქვთ ესეთი ენერგია, რომ სამყაროს, თქვენს ეკოსისტემას, თქვენს ირგვლივ არსებულ ადამიანებს ამცნოთ სიახლეების შესახებ და ეს გააკეთოთ ყველაზე ეკოლოგიური ფორმით, რაც კი შეიძლება იყოს. ნახოთ კიდევ რა როლი გაქვთ თქვენს ეკოსისტემაში. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანების ცხოვრებაში ახერხებს და შეაქვს სტაბილურობის განცდა, ახერხებს და მიაქვს იმედიანი განწყობა, სიმშვიდე, ერთგვარი წონასწორობის მდგომარეობა. ნახოთ კიდევ. სამიანების პენტაკლები, არკანის სიკვდილი და ხუთიანების ხმლები. ჩემო ძვირფასებო, აქ გარდა იმისა, რომ მიჩვენებს აი წონასწორობის ენერგიას, თქვენ ასევე გაქვთ უნარი მოახდინოთ ფუნდამენტური ცვლილებები თქვენს ირგვლივ არსებულ სიტუაციებთან მიმართებაში, მოვლენებთან მიმართებაში, ან თუნდაც ადამიანების ცხოვრებაში, ან ინდივიდების ცხოვრებაშიც კი. ანუ თქვენთან შეხების შემდეგ, თქვენთან კომუნიკაციის შემდეგ არაფერი აღარ არის ისე, როგორც იყო მანამდე. ადამიანები იწყებენ ფიქრს, ადამიანები იწყებენ გადაწყობას ენერგეტიკულად, ადამიანებს შესაძლოა უჩნდებოდეთ შინაგანი კონფლიქტები, ან მანამდე არსებულ შინაგან კონფლიქტებს უკვე უყურებდნენ პირდაპირ თვალებში, უსწორებდნენ მზერას და უკვე იწყებდნენ გამოსავლის ძიებას, თუ რა შეიძლება შეიცვალოს და როგორ შეიძლება შეიცვალოს. საოცარი ენერგიის მატარებელი ადამიანები ხართ აქ პირველი ვარიანტი. ნახოთ კიდევ რას გვეტყვის ტარო, როგორია თქვენი როლი სამყაროს ეკოსისტემაში. და აუცილებლად ამოვიღებ რჩევას ორივე ვარიანტისთვის. კიდევ როგორია თქვენი როლი. ცხრიანების კვერთხები, არკანი ეშმაკი და პენტაკლების დედოფალი. კი ბატონო, თქვენ გაქვთ უნარი, აი, როგორც წეგან გითხარით, აქაც მოვიდა არკანი ეშმაკი, აქ მოვიდა არკანის სიკვდილი. ორივე შემთხვევაში შეგვიძლია ეს ორი უმაღლესი არკანი წავიკითხოთ იმ გაგებით, რომ უარყოფითი, დრომოჭამული, არასწორი მიჯაჭვულობებისაგან გათავისუფლების უნარი გაქვთ თქვენ პირველი ვარიანტი. იმ სივრცეში, სადაც შედიხართ, ანგრევთ ყველა დადგენილ სტანდარტს, რაც მანამდე მუშაობდა. თქვენ ძალიან გიყვართ დინების საწინააღმდეგო ცურვა და თითქოს ერთგვარი წესჩვეულება გაქვთ, რომ დაანგრიოთ უკვე არსებული და ააგოთ ამ რაღაცაზე ახალი. მე რჩევის სახით, რაც შემიძლია აქ გითხრათ, პირველი ვარიანტი, მინდა რომ გაგაფრთხილოთ. იმიტომ რომ ყველა ადამიანი, ვის ცხოვრებაშიც თქვენ შედიხართ, არ არის მზად იმ ცვლილებებისთვის, რისი მიღების და რისი გაცემის შესაძლებლობაც აქვს თქვენგან. აქედან გამომდინარე, ყოველთვის დაელოდეთ უკავშირს მეორე ადამიანისგან, ან იმ საზოგადოებისგან, სადაც ხართ და რქებით მიაწვევით, რომ აი მე ვიცი შენთვის კარგი რა არის. აი ესეთი პოზიცია თქვენ გაგდებთ ძალიან
კონფლიქტურ ენერგიებში. შეიძლება თქვენ გაქვთ უნარი, რომ ხედავდეთ კი ბატონო საზოგადოებისთვის, კონკრეტული ინდივიდისთვის, იმ სივრცისთვის, სადაც ხართ უკეთესი რა არის, მაგრამ ის სივრცე, ის ადამიანი, ის საზოგადოება, ის პიროვნება თუ ამ სიახლისთვის და ამ სიახლის მიღებისთვის მზად არ არის, აზრი არ აქვს. რჩევა თქვენი სახით, აი თქვენთვის ამოვიდა ტოზის ხმლები, ჩემო ძვირფასებო, 7-იანების ხმლები და 6-იანების პენტაკლები. კი ბატონო, რჩევის სახით პირველი ვარიანტი მე მინდა რომ გითხრათ, ძალიან მკაფიო გონება გაქვთ, ძალიან მახვილი ენა გაქვთ, ძალიან მახვილი აზროვნება გაქვთ. არქეტიპულად თქვენი გამოვლინება, ანუ თქვენი პოზიციონირება არის ზუსტად ის, რომ სადღაც შედიხართ და იქ რო შედიხართ, ყველაფერი იწყებს დრტვინვას, ყველაფერი იწყებს მოძრაობას, ზოგი შიშით კრთის, ზოგი სიამოვნებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცვლილებებს ყველა გრძნობს, ცნობიერად თუ არა ცნობიერ დონეზე. რჩევის სახით პირველი ვარიანტი მინდა გითხრათ, რომ გაუფრთხილდით თქვენს ენერგიას. და ამავე დროს გაუფრთხილდით არა მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ არ გახვიდეთ დეფიციტში, არამედ იმის გამო, რომ ეს მოჭარბებული ნგრევისა და რეკონსტრუქციის ძალა შესაძლებელია ზედოზირების შემთხვევაში იყოს მართლა დამანგრეველი და აი ამ ნგრევის მერე კარგახანს ვერ შეძლოს იმ საზოგადოებამ რეაბილიტაცია. ამიტომ დოზირებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რაც არ უნდა კეთილი განზრახვა გქონდეთ, ყველა სიკეთეს შეუძლია გამოიწვიოს მავნებლობა, შეუძლია გამოიწვიოს სხვა ადამიანების სივრცეში დაუკითხავად შეჭრა, სხვა ადამიანების საზღვრების დარღვევა და დესტრუქციული შედეგი. აი ამიტომ მინდა გირჩიოთ პირველი ვარიანტი და ტაროც მიდასტურებს ამას, რომ ისწავლეთ ზომიერება და ისწავლეთ საკუთარი ენერგიის დაზოგვა და ისწავლეთ ლავირება. სიმართლე არ არის აუცილებელი ნაჯახივით მწარე იყოს. შესაძლებელია თქვათ სიმართლე, მაგრამ თქვათ სხვა ფორმით, უფრო რბილად, უფრო მსუბუქად და ამავე დროს დააკვირდეთ სხვა ადამიანების რეაგირებას. აი ამ თქვენს მიწოდებულ სიმართლე იქნება ეს, ჭეშმარიტება იქნება, აზრი იქნება, თუ რაც იქნება. აი ასეთი პირველი ვარიანტი გამოგვივიდა. გილოცავთ აი ამ უზარმაზარი ენერგიის არსებობას თქვენ შიგნით. ეს არის ძალა, რომლითაც შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი პირადი რეალობაც, არა მხოლოდ სხვა ადამიანების და ეკოსისტემის, არამედ თქვენი პირადი ეკოსისტემაც და გისურვებთ ამ ძალის ყველაზე ეკოლოგიური, ყველაზე ჯანსაღი და ყველაზე ღვთისმიერი გზით გამოყენებას. ძალიან დიდი მადლობა პირველ ვარიანტს, ახლა კი გადავიდეთ მეორე ვარიანტზე და ვნახოთ მეორე ვარიანტი თქვენ რა როლი გაკისრიათ სამყაროს ეკოსისტემაში. ცხრიანების კვერთხები. ცხრიანების კვერთხები. ჩემო ძვირფასებო, ძალიან ღრმა ემოციური პირები მიყურებთ აქ. ძალიან ძლიერი ემპათიური უნარჩვევების მქონე ადამიანები. რომლებიც იმაზე მეტად განიცდით რიგ შემთხვევებში ადამიანების ტკივილს, ვიდრე განიცდიდით იგივე სიტუაციაში რომ იყოთ თქვენს საკუთარს. თქვენი როლი, ნახოთ თქვენი როლი, აი ემპათი ადამიანის როლი როგორი იქნება. ნახოთ რას გვეტყვის და რო კიდევ მეორე ვარიანტი. არკანი ზომიერება, არკანი სულელი, არკანი კოშკი, სასწაული. 3 მაღალი არკანი მოვიდა როლთან დაკავშირებით.
ჩემო ძვირფასებო, ნახეთ, თქვენთან ამოვიდა 3 კარმული არკანი პირდაპირ, ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ სამყაროსეულად გაქვთ ძალიან ძლიერი ენერგეტიკა, გაქვთ ძალიან ძლიერი ტრანსფორმაციის ენერგია. აი ძალიან ძლიერი. ეს არის იმდენად ძლიერი, რომ გამორიცხულია თქვენ სივრცეში მყოფმა პირებმა ეს ვერ შენიშნონ. თუმცა ამავე დროს იმდენად მძაფრია ეს ყველაფერი, რომ მკაფიო დაპირისპირებას ღებულობთ თქვენი სოციუმისგან, ანუ იმ ეკოსისტემისგან, სადაც ხართ. ანუ თითქოს სულ გაქვთ განცდა, რომ თქვენი არ ესმით, არ გიღებენ, არ გაღიარებენ. ნახოთ კიდევ რა ხდება. რას გვეტყვის მეორე ვარიანტთან. ტარო. არკანის ზომიერება ორჯერ მოვიდა. 8-იანების თასები, 7-იანების პენტაკლები. კი ბატონო. ჩემო ძვირფასებო, თქვენ გაქვთ ანგელოზის ენერგია. ანგელოზის ენერგია, რომელიც ფაქტობრივად ხანდახან კაცრი, უხილავი ხელის მეშვეობით თითქოს აი მართავს პროცესებს და ახორციელებს ნებას, უზენაესის ნებას აი ამ ადამიანთან მიმართებაში, სიტუაციასთან მიმართებაში ან ასე შემდეგ. თქვენი ენერგია, მეორე ვარიანტი არის საკმაოდ მძიმე, ანუ არსებობს მსუბუქი ენერგიები და არსებობს მძიმე ენერგიები. ანუ თქვენ შემთხვევაში ენერგია არის საკმაოდ მძიმე. რას ნიშნავს მძიმე ენერგია? ანუ რომ სიარულის მანერად შეიძლება გქონდეთ საკმაოდ მძიმე, სხვათა შორის მეორე ვარიანტს აქ, ანუ თქვენ არ ახართ, აი მიწაზე დააბიჯებთ ძალიან მყარად. სივრცეში, ოთახში, თუნდაც წლეულებაზე თქვენ რომ შედიხართ, ან აბსოლუტურად შეუმჩნეველი რჩებით და საერთოდ ვერ გებულობენ ადამიანები ვინ ხართ და რა ხართ და ადამიანებს ძალიან აბნევს ეს თქვენი გამოხატულება, ან მეორე მომენტი არის, რომ თქვენ შედიხართ სივრცეში და თქვენი ეს იქ ყოფნის მდგომარეობა ამ ადამიანებს აიძულებს მოზომილად იმოქმედონ. ან არ იცინონ იმაზე მეტად, ვიდრე უნდა გაიცინონ. არ გაკიცხონ სხვა ადამიანები იმაზე მეტად, ვიდრე უნდა გაკიცხონ. არ დასცინონ სხვა ადამიანებს იმაზე მეტად, ვიდრე უნდა დასცინონ. ანუ თქვენ გაქვთ ძალიან მაღალი მორალური ღირებულებები და თქვენი როლი ზუსტად გითხარით, რომ ხართ საოცარი ემპათიის უნარით დაჯილდოვებული და ძალიან კარგად აღიქვავთ სხვა ადამიანების ტკივილებს. თქვენი როლი მეორე ვარიანტი არის ზუსტად ეს მდგომარეობა, რომ შეძლოთ და აი დაუშვათ წარმოიდგინოთ სოციუმი, სადაც დგას 5 კაცი და ეს 5 კაცი ვიღაცა მე-6-ეს მისამართით სულ გამოთქვამს დაუშვათ ნეგატიურ მოსაზრებას, კიცხავს, განსჯის, ეს ესეთია, ის ისეთია რაღაც. აი თქვენ თუ იმ 5-ეულში ან იქნებით რომელიმე ერთ-ერთი ან დაემატებით მე-6-ეთ, დამერწმუნეთ, რომ თქვენს ირგვლივ აი ეს 5 ადამიანი ვეღარ შეძლებს ისე თამამად გამოხატოს მოსაზრება იქ არ მყოფი ადამიანის მიმართ, ვიდრე იზავდა ამას თქვენამდე. იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ძალიან ძლიერი სამართლიანობის განცდა. თქვენ გაქვთ ძალიან ძლიერი უნარი სხვა ადამიანის ადგილას წარმოიდგინოთ თავი და გააცნობიეროთ, რატომ შეიძლებოდა ემოქმედა იმ ადამიანს ასე. მე არ ვიტყვი, რომ თქვენი მოსაზრება საზოგადოებაში პოპულარობით სარგებლობს, არამც და არამც პირიქით, ანუ ადამიანებს ყოველთვის უყვართ ისეთი სოციუმი, ასე რომ ვთქვათ, რომელიც მის მოსაზრებას ერთმნიშვნელოვნად დაეთანხმება, საერთოდ ეჭვს არ შეიტანს იმაში, რასაც ღაღადებს და ასე კვერს უკრავენ და ცხრებივით მეყვებიან. მით უმეტეს, როდესაც ეს არის აი მუხტისებური ტალღა, ხო? თქვენ არასოდეს
არ ხართ აი ამ მუხტის ნაწილი. პირიქით, ანუ ყოველთვის საპირისპიროს ამბობთ, ყოველთვის საპირისპირო აქცენტებს აკეთებთ და აი ამ საპირისპირო ქმედებით, აი ამ განსჯის ანალიტიკის ძალიან ღრმა უნარით, რომელიც განპირობებულია არა თქვენი პირადი სურვილებით, არამედ იმ ადამიანის, იმ საზოგადოების კონკრეტული ქმედებების ანალიტიკის საფუძველი, ანუ რა უდევს სარჩულად, რომ მაგალითად არ მომესალმა დილას გაბრაზდით, პირობითად ვიღაცა გაბრაზდა თქვენს გვერდზე, თქვენ ეტყვით, რომ ანუ მე რატო გაბრაზდი, იქნებ ცუდი დღე ქონდა, იქნებ რაღაცაზე ფიქრობდა, იქნებ, ანუ იმდენ ცვაც შემოიტანთ, რომ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ რა ცუდი ადამიანი ვარ, ეხა პირდაპირ ავენთე და რო არ მომესალმა ამაზე გავბრაზდი. ანუ ეს უნარი გაქვთ თქვენ, რიგ შემთხვევებში თუ შეგხვდათ თქვენნაირად ღრმად მოაზროვნე ადამიანი, იდეალურია, იმიტომ რომ საოცრად დაატრანსფორმირებთ სრულიად სხვა ინგლისურ სიტყვას გამოვიყენებოდი, ანუ ლეველზე, ანუ მდგომარეობაზე გადაიყვანთ ცნობიერების, იმდენად შეგიძლიათ ეს დამუშავება და დაქლიბვა. მაგრამ თუ არ შეგხვდათ თქვენნაირად ღრმა მოაზროვნე ადამიანი, ხო, არავის არ ურჩევ თქვენთან შეჭიდებას, იმიტომ რომ თქვენი ენერგია არის მასწავლებლის ენერგია. მასწავლებლის, ოღონდ არა კეთილშობილი მასწავლებლის, ანუ მკაცრი მასწავლებლის, რომელიც გეუბნება, რომ იფიქრე, არ იფიქრებ, მაშინ სხვანაირად არ მოხდება. აიძულებთ საზოგადოებას ფიქრს. ძალიან მომწონს მეორე ვარიანტი თქვენი ენერგია, არ დაგიმალავთ. აი ეს არის თქვენი როლი ეკოსისტემაში, რომ დააწყებინოთ ნებით თუ უნებლიეთ, თუ ძალდატანებით იქნება, თუ რა ფორმითაც იქნება ადამიანებს ფიქრი. თქვენ გაქვთ უნარი შექმნათ ის რეალობა, რა რეალობაც გინდათ. უძლიერესი ენერგიის მქონე მეორე ვარიანტი ყავს აქ. ნახოთ, რჩევა მინდა ვკითხო. თქვენთვის მეორე ვარიანტი. ნახოთ. ათიანების თასები, პენტაკლების მეფე და თასების რაინდი. ჩემო ძვირფასო, თქვენ ხართ ადამიანი რჩევის სახით, რაც შემიძლია გითხრათ, რომელიც ოჯახიდან იღებს ძალიან დიდ რესურსს. ანუ რას ქვია ოჯახი, ანუ თქვენი თანამოაზრეები იმ ოჯახში თუ არიან, თუნდაც ერთი ადამიანი იყოს ეს, თქვენ იღებთ ძალიან დიდ რესურსს. თქვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წესებს, ჩვეულებებს. ოღონდ ეს არ ვამბობ, რომ რაღაც საზოგადოების დამკვიდრებულ წესებზე არ გესაუბრებით აქ. ანუ თქვენი შინაგანი, ან მორალური ღირებულებები არის ძალიან მაღალ დონეზე. და რჩევის სახით მე შემიძლია გითხრათ ზუსტად ის, რომ როდესაც ადამიანები ვერ მიგიღებენ ისეთს, როგორიც ხართ, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ძალიან ხშირად შეიძლება ეს სიტუაცია მოხდეს, რომ ვერ გიგებენ, ვერ გიღებენ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენი ოჯახი, თქვენი მეუღლე იქნება, შვილები იქნება, დედა იქნება, მამა აუცილებლად გეყოლებათ ერთი კონკრეტული ადამიანი მაინც. აი ეს თქვენი ოჯახი არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ დაიმუხტოთ დადებითი ენერგიებით, ისევ აივსოთ ძალით და განახორციელოთ უდრეკი ქმედებები. თქვენ ეს უდრეკობა, შეუვალობა ნამდვილად გახასიათებთ მეორე ვარიანტი და რაღაც ხასიათის საოცარი სიმტკიცე, რომელიც ხშირ შემთხვევაში გარედან ინათლება როგორც უჟმური, უხასიათო ადამიანი, რომელსაც ვერ გაიგებ რა უხარია, რა წინს, აი თითქოს აი ესეთი ადამიანი ხართ. მაგრამ შინაგანად ხართ საოცრად მიმტევებელი, საოცრად მზრუნველი და ძალიან თანამგრძნობი პიროვნება. აი ეს არის ადგილი თქვენ შემთხვევაში მეორე ვარიანტი სამყაროს ეკოსისტემაში. ძალიან დიდი მადლობა, რომ მისმენთ, ძალიან დიდი მადლობა, რომ მიყურებთ. ძალიან ბევრი პირადი შეტყობინება მომდის იმის შესახებ, რომ
ჩემი მოსმენის შედეგად სხვანაირად იწყებთ ფიქრს და ქმედებას და ეს ძალიან მახარებს, ჩემთვის არის უდიდესი პატივი, თუნდაც შევძლო და ერთ ადამიანს მაინც ცხოვრებაში ამ მიმართულებით აღმოუჩინო მხარდაჭერა და დახმარება. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ მშვიდობას, გისურვებთ ჰარმონიას, წონასწორობას და სიყვარულს. დროებით.